მოგესალმებით Board Games Corner-დან. დღეს წარმოგიდგენთ სამაგიდო თამაში ჰალიგალის წესებს. ჰალიგალი ითამაშება 2-დან 6 მოთამაშეში და დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. თამაში შედგება კარტებისგან და ზარისგან. თამაშის დასაწყებად ზარი უნდა მოვათავსოთ მაგის შუა ნაწილში, ისე რომ თითოეული მოთამაშისგან თანაბრად იყოს დაშორებული. ასევე თამაში აცებული 56 კარტი თითოეულ მოთამაშეს უნდა გაუნაწილოთ თანაბრად. თამაში ორი მთავარი წესი გვაქვს. პირველი წესი მდგომარეობს იმაში, რომ კარტი ყოველთვის ტრიალდება გარე მხრიდან, ხოლო მეორე წესი მდგომარეობს იმაში, რომ ზარს ვაწვევით იმ ხელით, რომლითაც ვატრიალებთ კარტს. მეორე ხელის გამოყენება არ შეიძლება. მოთამაშეები თავიანთ ცვალზე რიგრიგობით ატრიალებენ ბარათებს. როდესაც მაგიდაზე ზუსტად 5 ერთნაირი ხილი გამოჩნდება, თქვენ უნდა დააჭიროთ პირველმა ზარს და ყველა გახსნილ ბარათს აიღოთ. ამ შემთხვევაში ამ აღებულ ბარათებს თქვენი დასტის ქვემოდან მოვათავსებთ და იწყება ახალი რაუნდი. ახალ რაუნდს იწყებს მოთამაშე, რომელმაც წინა კარტები წაიღო და ანალოგიურად ისევ იწყება კარტების გახსნა. იმ შემთხვევაში თუ პირველ ჯერზე არც ერთი კარტი არ დაემთხვა, ხსნით მეორე კარტს. მეორე კარტი უნდა გაიხსნას ისე, რომ ქვედა კარტი არ ჩანდეს. ჩვენ ვთვლით მხოლოდ ზედა კარტებს. ზედა კარტებზე, როდესაც იქნება 5 ერთნაირი ხილი, თქვენ მხოლოდ მაშინ უნდა დააჭიროთ ზარს. იმ შემთხვევაში თუ თამაში 5-ზე მეტი ან ნაკლები ხილია გახსნილი და თქვენ დააჭერთ ზარს, ამ შემთხვევაში ჯარიმდებით და თითოეულ მოთამაშეს აძლევთ თითო კარტს თქვენი დასტიდან. ამით თქვენი დასტა მცირდება და სავარაუდოდ თამაში უფრო სწრაფად წააგებთ. გამარჯვებულია მოთამაშე, რომელიც ყველა კარტს შეაგროვებს და მხოლოდ ის იქნება დარჩენილი თამაში კარტებით. ესეთი მარტივი თამაშია ჰალიგანი. მადლობა ყურადღებისთვის.